გამოცემის აღსანიშნავად დღეს შევიკრიბეთ. ერთი მხრივ არის აკადემიური ნაშრომი სამეცნიერო, ხოლო მეორე მხრივ ეს არის არტისტული ნაშრომი, ის შეეხება ცეკვას, ამიტომ ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორი ყოფილიყო დღევანდელი საღამო. და ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა თუ კი მე ფაქტობრივად ამ წიგნის პერსონაჟი, მთავარი გმირი, გამოვიწვევდი ავტორს დავით მაზიაშვილს. ჩვენ უკვე 9 წელია შემიძლია თამამად ვთქვა რომ ერთად შევქმენით დასის რეპერტუარიც, მისი საგანმანათლებლო მიმართულებაც, საერთაშორისო მიმართულებაც, ეს გემოვნება, ესთეტიკა. როდესაც ამ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, მე ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ დასი თავის მე-10 წელიწადს შეაბიჯებდა ესეთი მნიშვნელოვანი ნაშრომით. და რატომ ცეკვა? რატომ ჩემი ქორეოგრაფია? პირველ ყოვლისა ესეთი გემოვნებით და ხერხებით. ეს ორი რამ, რომელიც ჩემთვის არის გადამწყვეტი და სიღრმე, დამოკიდებულება, მსოფლმხედველობა და ის სამყარო, რომელსაც შენ ქმნი. სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა და ქვესათაური, დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში. მე ვფიქრობ, ეს მიდგომა, ეს სათაური, ეს ფორმულირება არა მხოლოდ ამ წიგნს, კონკრეტულ წიგნს ასახავს, არამედ მთელი ჩემი ქორეოგრაფიის არსს. ეს არსი, ეს იდეა, როგორ შეიძლება იყოს სიტყვა გარდასახული მუსიკაში, მუსიკალურ ფორმებში, მუსიკალურ იდეაში, ამან როგორ შეიძლება წარმოქმნას მოძრაობა მისი ფართო გაგებით. იმიტომ რომ ის რაც ხდება შენ სპექტაკლებში, ეს არის ფართო გაგებით მოძრაობა, ეს არ არის მხოლოდ ბალეტი, ეს არ არის მხოლოდ ქორეოგრაფია, ეს არის ჩემთვის რაღაც დიდი მოძრაობა და სწორედ არ დავარქვი ამას ესეთი კონკრეტული სათაური, არამედ როგორც ტალღა, დინება, რომელიც ამ ფორმებშია გამოხატული, რომელიც მიდის თავარ ნიშნულობასთან, თავარ მეტაფორასთან, თავარ არსთან, რასაც ქვია სიტყვა. სწორედ ამ მოძრაობაში ვხედავ ამ სიტყვის თქმის ოსტატობას. აქ მინდოდა რომ ამ სათაურის გარშემო მეთქვა რატო ვხედავ ამ ყველაფერს. ასეთი წიგნები არ ჩდება ესე ცარიელ ნიადაგზე. ამას სჭირდება ძალიან დიდი მომზადება. და ამ მომზადებისკენ დათო მოდიოდა საკმაოდ დიდხანს. პირველი წიგნი ეს იყო ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი. მეორე ნაშრომი გახდათ უკვე შექსპირის პოსტმოდერნიზმი. ამ ბექგრაუნდით მოვედით ამ წიგნამდე. წიგნში ძალიან დიდი სიახლეა ის, რომ აქ გვაქვს უზარმაზარი დიაპაზონი, ხო? დაწყებული მეტამორფოზებით, დაწყებული, ვთქვათ, ევრიპიდეს მედიათი, აქ უზარმაზარი დიდი რენესანსის ავტორები, როგორც დანტე და შექსპირია, აქეთ მოდერნისტები, როგორც ვთქვათ, ჯოისია, როგორც მარიამ ალექსიძის დიდი ბებია, მარიჯანია. ეს ყველაფერი ისეა დალაგებული და რაღაცა ერთიანობაში და მთლიანობაში გააზრებული, რომ ძალიან საინტერესო რამ გამოდის. წიგნში, სადაც ამოდენა დიაპაზონის ავტორები არიან, სადაც არის უამრავი მასალა ბოეთიუსის, ნუგეშის ცემა ფილოსოფიაში, პლატონი, არისტოტელე, სადაც არის გერშვინი, სადაც არის მალერი, სადაც არის ბახის მუსიკის არაჩვეულებრივი გაგება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მოტანილი მკითხველამდე ისე, რომ ეს არის ესე მსუბუქად, არტისტულად, ძალიან ლამაზად. ეს უკვე ძალიან დიდ ოსტატობას ნიშნავს. ყველაფერი მთლიანობაში წარმოქმნის უნიკალურ წიგნს. ამიტომ გილოცავთ თქვენს და უპირველეს ყოვლისა ულოცავ საქართველოს, ულოცავ ადამიანებს, ვისაც უყვართ წიგნი. გელოდებათ დიდი სიამოვნება. დათოს წიგნი ერთ-ერთი ნათელი გამონათება, ასე ვთქვათ, და მნიშვნელოვანი გამონათება ამ თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ გვაქვს ესეთი სოლიდური ნაშრომი, ინტერმედიალური, სადაც არის კვლევა ამ სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებების კენა, რა ვთქვათ, ლიტერატურა, მუსიკა და ქორეოგრაფიული ხელოვნება. ენა, რა ენით წერია. გამსახურდია როგორც იწოდა კონსტანტინე გამსახურდია,
თავანკარა ქართულით წერენ. აი დათოს წიგნიც არის აი ესეთი თავანკარა ქართულით ნაწერი, არის ნათელი, ცხადი, ზუსტი გადმოცემა ურთულესი საგნების. და მე ესე შევაფასებდი აი ესეთი სუბუქი აკადემიზმი, ესე იგი ეს სტილია, დათოს სტილი არის ეს, ეს წინა წიგნებშიც იყო და აგაც გრძელდება. ანუ უღრმესი და ურთულესი თემების უდიდესი აი რაღაცა სახელოვნებო სიმსუბუქით გადმოცემა და რაც თავარია გასაგება და ზუსტად და ნათლად გადმოცემა და ამაში თქვენ დარწმუნებით და როგორც თქვენ აი კარგად იკითხებაო აი ზუსტად დათოს წიგნები, დათოს ნაშრომები გამოირჩევა აი ესეთი ლაღი, მსუბუქი ენით და რაც თავარია დიდი აკადემიზმი და აი საოცარი შერწყმა დათოს სამეცნიერო წერის სტილისა. ნაშრომის სტრუქტურა რაღაცა იმას მაგონებს. გერმანული ექსპრესიონისტული დრამის სტრუქტურას. აი არის ესეთი დრამის სტრუქტურა, რომელსაც ეძახიან რაღაც შტაციონენ დრამა, ანუ რაღაც ადგილმონაცვლე დრამა, როდესაც სხვადასხვა სურათები, გამოსვლები შედგება რადიკალურად განსხვავებული სცენებისაგან, ადგილებისაგან და მონტაჟის პრინციპით შემდგომ ეს ყველაფერი იკვრება ძირითადი პერსონაჟის მიერ და ეს პერსონაჟი არის მარიამი ამ სხვადასხვა შექსპირის სამყარო იქნება, დანტეს სამყარო იქნება, ოვიდიუსის სამყარო და ასე შემდეგ ამ რადიკალურად განსხვავებულ ეპოქებსა და კულტურებს აერთიანებს და ამთლიანებს მარიამი, მისი ხელოვნება როგორც პერსონაჟი. მარიამის ხელოვნება და მარიამის დასი წარმოაჩენენ ქართული კულტურის რაღაცნაირად აი ზოგად კულტურული ფენომენი, მე ესე ვიტყოდი და დათომ ეს თავის წიგნში ეს აჩვენო რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია თქვა დიდი სიმსუბუქით, სილაღით და დიდი შრომის მოყვარეობით არ გვიჭირს თქვა შევეწჭიდოთ ისეთ ურთულეს თემებს, როგორიც არის თქვა აი ჩემს მიერ ჩამოთვლილი, ზემოთ ჩამოთვლილი ავტორები და მათი შემოქმედება და ეს თავისთავადია და ეს რაღაც ძალიან ბუნებრივად ხდება და მე მგონი ამის დასტური იყო არა მარტო ოქსფორდში, არამედ აი ახლახან გამართული ლონდონის წიგნის ფესტივალი, სადაც მე მგონი დიდი რეზონანსი ჰქონდა ამ წიგნს და დათოს ულოცავ და მარიამს ულოცავ ამ გამარჯვებას და აქ აი სწორედ იქ წარმოჩნდა ეს მომენტი რა რომ ეს მათთვისაც რაღაც თითქოს და ჩვენთვისაც რაღაც თავისთავადი და თითქოს და ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავი იყო რომ არ გვიჭირს შეგვიძლია ასე თქოს შევეჭიდოთ, წავეთამაშოთ და დავძლიოთ ის ურთულესი თემები რაც არის მოცემული დანტესთან, შექსპირთან, ოვიდიუსთან, ჯოისთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოქსფორდში ჩემი ერთწლიანი ყოფნა პოსტდოქტორატურაში. იქ მე დავინახე აუცილებლობა იმის, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე. და ამის აუცილებლობა სწორედ კიდევ დავინახე ვორდროპების გავლით, შეიძლება ასე თქვა. რომ სწორედ ისინი იმ დროს საუბრობდნენ თანამედროვე საქართველოზე. და მეც მინდოდა რომ ესეთი ნაშრომი ყოფილიყო, რომელიც მათთვისაც გასაგები იქნებოდა. ჩვენ ვილაპარაკებთ სიტყვაზე, მაგრამ სიტყვასთან ერთად იმ მოძრაობაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნებაში, თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ხდება. ეს მოძრაობა სწორედ შენ შემოქმედებაზე ყოფილიყო და ამავდროულად მათთვის ძალიან ნაცნობ სამყაროზე რა, დასავლურ ცივილიზაციაზე. ესე იგი, მათ სამყაროში ველაპარაკოთ ჩვენი პერსპექტივიდან და ამას შენაკეთებ. და აკეთებ სწორედ სიტყვის, მუსიკის და მოძრაობის აი ამ ტრიადის ერთობით. ამ წიგნის პრეზენტაცია უკვე შედგა პირველად ლონდონში, ლონდონის წიგნის ბაზრობაზე და სწორედ იქ ესწრებოდა ერთი პიროვნება, რომელმაც შემდეგ გითხრა, რომ თითქოს მომავლის საქართველოს ვუყურებდიო და ვისმენდიო, არა და ამდენი არის აქ წარსული და რა თქმა უნდა არის დღევანდელი და ამ დროს არის მომავალი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება. ჩემთვის ეს წიგნი გახდა წიგნი, რომელიც ხელთან ახლოს მაქვს ყოველთვის, იმიტომ რომ როდესაც არ უნდა გადავშალო, აი რაღაცა ჩემთვის უცებ ჩდება ხოლმე რაღაცნაირად სივრცე ამოსუნთქვის და ამითაც მე მგონია რომ ძალიან ძვირფასია ეს წიგნი. წიგნის სათაური, როგორც კი გამიზიარეს დავითმა და მარიამმა, სიტყვა როგორც მუსიკა და მოძრაობა რაღაცნაირად გახდა შთაგონების წყარო და მივხვდით საერთოდ ლონდონის წიგნის ბაზრობისთვის ეს ქართული პროგრამა რაზე უნდა აგვეგო. სწორედ ამ წიგნის წარდგენისას სხვათა შორის და იმ გადავსებულ დარბაზში ხალხი ფეხზეც იდგა
მე მგონია რომ ეს მოხერხდა და ეს არის თავიდან ბოლომდე რა თქმა უნდა პირველ რიგში მარიამის და დავითის და აი ამ წიგნის დამსახურება რომ სწორედ ის რაზეც იყო აქ საუბარი რომ აი ჩვენი რაღაცა წიაღიდან ამოღებული მათთვის გასაგებ ენაზე ხო ამ შემთხვევაში ვთქვათ ლონდონური აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე გასაგებილი ავტორებით გველაპარაკა რაღაცნაირად ჩვენზე და ჩვენს თანამედროვეობაზე და მე ვფიქრობ რომ ეს არის აი ძალიან ესეთი შერწყმა მე რითაც შეიძლება ზოგადად ურთიერთობა გარე სამყაროსთან და მე მგონია რომ ეს ენა ნაპოვნი აქვთ მარიამს და დავითს და ძალიან მიხარია რომ დიდი პატივია ჩემთვის რომ მეც რაღაცნაირად ამ პროცესის მონაწილე გავხდი. დიდ ემოციას იწვევს ჩემთვის აი ეს პარალელი აი ეს სწორი აქცენტები და ის ბმა, ის კავშირი, რასაც დავითი აღნიშნავს გიორგი ალექსიძესა და ჩემს შორის. ტრადიცია და თანამედროვეობა ელიოტისეულად რომ თქვა. ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი. ასე რომ აი იმ პატარა შესავალში სწორედ ეს მინდოდა მე თქვა რომ ის დიდი ტრადიცია რომელიც შენ უხვად გაქვს, შენს გვარს მამის სახით, ბაბუის სახით, დიდი ბებიის სახით, კიდევ უფრო დიდი ბაბუის სახით, შემიძლია კიდე გავაგრძელო, აი ეს ინდივიდუალური ტალანტი, როგორ აძლევს მას თანამედროვეობის განზომილებას და მე დავეთანხმები აი იმ კაცს ლონდონში, რომელიც ამბობდა, რომელიც იყურება მომავალში. აი იმ სამყაროთი, რომელსაც შექმნი და დიდ დარბაზებში ადამიანებს აი ესეთ ესთეტიკურ სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებ, ჩემთვის სწორედ ჩაფიქრების და დარწმუნებული ვარ სხვებისთვისაც, შთაგონების და რაღაცა კიდევ უფრო შემატების აი ეს იმპულსი მომეცი, ასე რომ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ბედნიერებისთვის, არამედ ეს არის პირიქით, რაღაც ახლის დაბადების, ამიტომაც ისევ მივდივართ ისევ სიტყვასთან, რომელიც კიდე რაღაც ახალს შობს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ისეთი წიგნი, რომელიც გვიჩვენებს ავტორის, ასე ვთქვათ, უკიდეგანო განათლებულობას. დავით მაზიაშვილის წიგნი არის მართლაც სანიმუშო, როგორ შეიძლება დაწერო ერთი ხელოვანის შემოქმედების შესახებ ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად გამოგზაურებს მსოფლიო ცივილიზაციაში, მსოფლიო კულტურაში, დასავლეთის კულტურაში მთლიანად და ასევე გვთავაზობდეს ძალიან დიდ, მე ვიტყოდი, წიაღსვლებს ფილოსოფიაში, კულტურის ისტორიაში და ასე შემდეგ. როდესაც ყავს ასეთი თანამოაზრეს იშვიათობა და მე ვარ ბედნიერი და იღბლიანი ადამიანი, ხელოვანი, რომ ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს. My mistress' eyes are nothing like the sun. It's endless now since I or one last saw Waterhouse's clock. My blue veins, child.
შემთხვევა არის ჩემი ყოფნის ბრმა მოკარნახი. მარიჯან. თუ ამდენ ხანს გიფრთხილდები, დაზრუნვას არ გაკლებ. შეგენახა ჩემი სახე, მზითვის ციოსარგე, ახლა მუდამ თალხებში ვარ, ფიქრი მდევნის ერთი. რაც მაცვია შავი კაბა, თმა მაქვს თეთრი. მარიამ ალექსიძისა და დათო მაზიაშვილის შეხვედრა ეს იყო ძალიან იღბლიანი შეხვედრა. ისინი არიან ნამდვილად თანამოაზრეები, ორივე არის ძალიან ღრმა ადამიანი, უაღრესად განათლებული. დათო არის ერთი მხრივ ლიტერატურას ცოდნა და ძალიან კარგად იცის ლიტერატურა, მასში ნამდვილად არის ხელოვანი და მარიამი არის კიდევ უნიჭიერესი ქორეოგრაფი, მაგრამ ეს მარტო ქორეოგრაფი არ არის მარიამიც, იმიტომ რომ ის ოჯახური ტრადიცია, საიდანაც მარიამი მოდის, შორს არ იყო ლიტერატურისგან და მე ვფიქრობ, რომ მასშიც ეს ლიტერატურის სიყვარული არის ძალიან ღრმა. დღეს ვსაუბრობდით კოლეგებთან ერთად, რომ პრაქტიკულად მათ ჩაუყარეს საფუძველი კონცეპტუალური ბალეტი შეიძლება დავარქვათ იმ სპექტაკლებს, რასაც ჩვენ ვუყურებთ. და ეს როგორ იბადება ეს კონცეფცია, როგორ ხორციელდება შემდეგ ეს როგორ ისხამს ეს იდეა, რომელიც იბადება დათოში და მარიამში, ხო? ეს პატარა ამბავი ხო არ არის, ამხელა ავტორებთან შეჭიდება, ხო? და ეს ყოველი სპექტაკლი არის უაღრესად დატვირთული ალუზიებით, ღრმა შინაარსით, ალუზიებით ფილოსოფიური, ლიტერატურული, მითოლოგიური, ბიბლიური. დათომ ძალიან დიდი საქმე გააკეთა იმითი, რომ აი ეს მათი ნაზრები, ის იდეები, რასაც ისინი დებენ ამ სპექტაკლებში, აი ესე გადაიტანა ფურცელზე, წიგნის სახით მოგვაწოდა, ასე ვთქვათ, ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქართულ საზოგადოებას, რადგან წიგნი არის ორენოვანი. ის მიმართულება აი ამ დასის და ამ შემოქმედებითი ჯგუფის, რომ ისინი არა მარტო ქმნიან ხელოვნებას, არამედ ისინი ზრდიან მაყურებელს. აი ეს ლექციების ციკლი, რომელიც წინ უძღვის ხოლმე აი განსაკუთრებით აი დიდი ავტორების ნაწარმოებების ინსცენირებას, ისინი ზრდიან მაყურებელს და აი ეს წიგნით მე ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისათვის, ბალეტის მოყვარულებისათვის, ლიტერატურის მოყვარულებისათვის, დათო სტუდენტებისათვის, რადგან ის უნივერსიტეტში ასწავლის, ნამდვილად არის ძალიან დიდი საჩუქარი და ძალიან დიდი საქმე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საერთაშორისო ასპარეზზე ლონდონში წარდგა წიგნის ბაზრობაზე ეს წიგნი, შესანიშნავი შეფასება მიეცა. მე მინდა მიულოცო ბატონ დავიდს, ხალბატონ მარიამს ამ წიგნის გამოსვლა და გამოხატო დიდი კმაყოფილება ბევრთან ერთად იმის გამო, რომ გამოიცა შეიძლება ითქვას მეცნიერული აკრიბიით და შემოქმედებით ახსავსე აღქმა იმისა, თქვათ, რაც მოქცეულია თქვათ ამ სპექტაკლში, რაც მოქცეულია წიგნში, რომლის შესახებაც დღეს იყო საუბარი. და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან სერიოზული და ღრმა და გააზრებული ნაბიჯები იდგმება თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, საკუთრივ ქორეოგრაფიაში და გრძელდება დიდებული ტრადიციები ალექსიძეების. როდესაც ამ წიგნს ყველა წაიკითხავს, იმედი მაქვს, მაშინ ნამდვილად მივხვდებით, რომ ხელოვნება და კერძოდ ამ შემთხვევაში საბალეტო ხელოვნება, მარიამ ალექსიძის ხელოვნება არის სწორედ ის, რაც
ევროპასთან და ევროპულ ცივილიზაციასთან გაკავშირებს და სწორედ ესეც აქვს ერთ-ერთი სათაური ამ წიგნისაც დასავლური ლიტერატურა მარიამ ალექსიძის ხელოვნებაში და მე ძალიან ამაყი ვარ, ერთადერთი შემიძლია დიდი მადლობა ვუთხრა ქალბატონ მარიამს და ბატონ დავითს იმისათვის, რომ ეს ორი ასეთი ნიჭიერი ადამიანი ერთმანეთს შეხვდნენ და ასეთ არაჩვეულებრივ, სრულიად ფანტასტიკურ არაჩვეულებრივ წარმოდგენებს ქმნიან და ახლა უკვე სამეცნიერო ნაშრომიც შეიქმნა ამის შესახებ. დღევანდელი საღამო არის ერთ-ერთი გამორჩეული საღამო ჩვენს დედაქალაქში. რა შეიძლება ითქვას ამ წიგნთან დაკავშირებით? თავისი უნიკალობით, თავისი მრავალმხრივობით, თავისი სიღრმით, არაჩვეულებრივი განათლებულობით, წიგნი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას პოვებს, როგორც გამოცემა, შინაარსობრივი თვალსაზრისით და რაც მთავარია, იგი ეძღვნება მარიამის ალექსიძეს, რომელიც არის თავისი ოჯახის ბრწყინვალე წარმომადგენელი და იმ დიდი ტრადიციების ბრწყინვალე გამგრდელებელი, რომელსაც გოგი ალექსიძის ტრადიცია ქვია. ჩემი პირველი შთაბეჭდილება არის, რომ ეს არის ძალიან დიდი სიყვარულით დაწერილი წიგნი. გამოირჩევა პლურიდისციპლინარული მიდგომით, ეს მიდგომა გახლავთ თანამედროვე, ძალიან სიღრმისეული და სრულყოფილი. ავტორი ავლებს საოცარ პარალელებს დიდ ავტორებსა და მარიამ ალექსიძის შემოქმედებას შორის. ეს ნაშრომი ცხადყოფს ავტორის ძალიან დიდ ერუდიციას. იგი მოითხოვს, როგორც ფრანგები იტყვიან, მომზადებულ და დაკვირვებულ მკითხველს, ორენოვანია ქართულ და ინგლისურ ენებზე და შესაბამისად ხელმისაწვდომია როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკითხველებისათვის. ჩვენთვის, როგორც თანამედროვე ცეკვის მკვლევრისთვის, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოში პირველ თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფს ასეთი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნეს. მარიამ ალექსიძის შემოქმედება სახეს უცვლის და ათანამედროვებს მისი მამის ტრადიციას და ეს შესანიშნავია. ეს ყველაფერი არის გადმოცემული წიგნში, რომელიც არის კვლავ რაღაც ელიოტის სიბრძნით გაჟღენთილი და როგორ არის იცით, მასში არის ელიოტის ის ძალიან ცნობილი აზრი გატარებული, რომ ეს ყველაფერი არის აწმყოში ხდება და ეს გაერთიანება ამ დიდი ტრადიციისა. წიგნი რთულია, პოეზია უნდა იყოს რთული ელიოტის აზრით და რთული კიდევ დიდ მსხვერპლს მოითხოვს. დიდ მსხვერპლს მოითხოვს და ამ შემოქმედებაში მარიამ ალექსიძისა და თვით წიგნში სწორედ ეს არის, რომ ორივემ ქორეოგრაფმაც და წიგნის ავტორმაც დიდი მსხვერპლი გაიღეს, მათ თავი შესწირეს აი ამ შემოქმედებას. ამ ორი ადამიანის ერთობა სწორედ ამ სამში, სიტყვაში, მუსიკაში და მოძრაობაში გარდაიქმნება ძალიან საინტერესო მოცემულობაც. ეს არ არის მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელობა და სიდიადე, ის სოფლიო დონის სიდიადეა, რომელიც ამ სამშია მოქცეული. მე ვილოცავ დავით მაზიაშვილს და მარიამ ალექსიძეს ამ დიდებულ გამარჯვებას.